ეს გადაცემა მონატრების ფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ, საღამო მშვიდობისა ათენის საეთერო სტუდიიდან. დღეს ჩვენი გადაცემა განსხვავებული ფორმატით წარსდგება მაყურებლის წინაშე. დღეს მოგიყვებით ქალბატონზე, რომელსაც ათენში მოსიარულე სიკეთით იცნობენ. ომონიაზე წმინდა კონსტანტინეს ეკლესიასთან თუ ჩაივლით, მეხუთე სართულის აივანზე მოფრიალე საქართველოს დროშას დაინახავთ, სწორედ ამ სახლში ცხოვრობს სიკეთით სავსე ქალბატონი, ქალბატონი დონარა ობოლაშვილი, მეგობრებისთვის უბრალოდ დონა. გადაცემა მონატრების ფერების მთავარი პროდიუსერისა და ქართველი ემიგრანტების იმედის ქალბატონი ლიგია მუშკუდიანის ინიციატივით დონარა ობოლაშვილზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. ჩემი და ქალბატონი დონარას მეგობრობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და განსაკუთრებით მას შემდეგ აღრმავდა, რაც ჩემი და გარდაიცვალა. ჩემი და ქალბატონი ნინი ახვლედიანი და ქალბატონი დონარა იყვნენ მეგობრები. რადგანაც დონარამ გადაწყვიტა, რომ უნდა ყოფილიყავ მის ფრთებს ქვეშ, რადგანაც ინო აღარ მყავდა და გადაწყვიტა, რომ მეპატრონა ისე ჩემთვის, როგორც პატრონობდნენ ერთმანეთს. ერთი პერიოდი ქალბატონ დონარას შეექმნა ძალიან დიდი ჯანმრთელობის პრობლემები და გამიჩნდა შიში, რომ რამე არ მოშლოდა და ისიც არ დამეკარგა, როგორც ნინო დავკარგე. ერთ დღესაც დაურეკე ჩემს მეგობარს, თქვენთვის ძალიან ცნობილ პიროვნებას, ბატონ ბესო სოლომონაშვილს და უთხარი, ბესო, ერთი ძალიან დიდი თხოვნა მაქვს. ამ ქალაქში არსებობს ერთი ქალბატონი, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, რომელიც არის მართლა სიკეთის ელჩი, რომელიც ყოველთვის სიკეთის აკეთებს უანგაროდ და თუ შეიძლება რომ ქალზე გადავიღოთ დოკუმენტური ფილმი. რა თქმა უნდა, ფინანსებს მე მოვიძიებ, რასაც შევძლებ და ბატონი ბესო დამთანხმდა. იმ თვეში გავაკეთე ჯგუფი, სადაც გავაერთიანე ჩვენი მეგობრები, ქალბატონი დონარას მეგობრები, რა თქმა უნდა, ყველა ვერ მოვნიშნე ის, ვინც ყველაზე ახლოს იყო. პირველი ადამიანი, ვინც ამ ფილმისთვის ჩარიცხებული ვიყავი მე და მართლაც მალევე გამომეხმაურნენ და დავიწყეთ აი ესე ძალიან მიზერული თანხის შეკრება იმისათვის, რომ თუნდაც ბატონ ბესოს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ გადაადგილებული იყო და ჩაეწერა დაუშვათ ადამიანები თუ ზნორში, თუ კახეთში, თუ ათენში. მოკლედ ფილმი შედგა. ფილმის გადაღებები საქართველოში და საბერძნეთში ხორციელდებოდა. გადაღებების პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი ქალბატონი დონარას მშობლიურ სოფელში იმყოფებოდა, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. ჩვენ ასევე ვიყავით თიანეთში, სადაც ქალბატონმა დონამ უძლურებაში მყოფი მეგობარი ქალბატონი აც გარდაცვლილი ლანა წამალაშვილი მოინახულა. ქალბატონი დონარა, აი არ ვიცი რა შეიძლება ამ ქალზე რო ვთქვათ. ჩემი ლანას ავადმყოფობის ამბავი მოგეხსენებათ. ფიქრობდი რა ეშველება ეხლა, რა ეშველება ჩემს შვილს, რომ დედა გვერდში არ ახავს, მაგრამ გამოჩნდა ღვთისმიერი ადამიანი. აი ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ჩვენ რო აქ ვიყავით ჩამოსულები და ვერ გავდიოდი, დეპორტი მქონდა. არი ნერვიულო დედაო, მიაქ ისეთი დედობილი მყავსო. დონარი ობოლაშვილი რო ანა მარია იყო გაოცებული. ბებო, იციო ისაო, შენს ადგილზეო აქაო, სხვა დედობილი ყავსო, დედა ყავსო. ხო, როდესაც ესე იგი გადასხმები გაუკეთეს და სისხლის გადაუსხეს, არანებებდა ერთი წუთით თავს. დღე და ღამე იქ იყო, იქ ათენ აღამებდა საავადმყოფოში. როგორც ჩემი ლანა იყო საავადმყოფოში, ისიც იქ იყო. ქალბატონი ლიგია და ქალბატონი დონარა. გადავწყვიტეთ, რომ უნდა ჩამოგვაყვანა აქ, წამოვიყვანეთ აქ. გადის რამოდენიმე კვირა, ჩამოგვივიდა დონარი. დონარი ჩამოვიდა თავის ქალიშვილთან ერთად, თავის მეუღლეს სიძესთან ერთად და ცისანა მამაიაშვილთან. დიახ, ხო ისეთი ძალიან ცუდად იყო ჩემი ლანა. რა გაიხარა და რა დღეში ჩავარდა, ადგა და გამოვიდა, მაგიდასთან ჯდებოდა, მაგათან ერთად ერთობოდა, სიცილი და იუმორი და რა ვიცი და რა გითხრათ. ეკლესიაში ამოუდგნენ მხრებში და ეკლესიაში გადაიყვანეს, იქ ილოცეს, დაანთეს სანთლები და ამათი ძალით და ამათი არ ვიცი რა, ღმერთო ესენი ვინები იყვნენ და როგორ დიდი პატივი ისცეს.
ეს ქალი არის რა ვიცი, რით არის დაჯილდოებული ესე რომ მარტო ლანასთვის არა, სულ ყველასთვის რომ ესეთი საუკეთესო არის. დოკუმენტური ფილმის გადაღებები რამდენიმე თვე მიმდინარეობდა. ფილმზე ქართველი ემიგრანტებისთვის საყვარელი კინორეჟისორი ბესო სოლომანაშვილი მუშაობდა. ლიდია მერტელ გითხრა რა არის? ერთი დიამანტი ესე და ხო არო რაღაცა და იმიტომ რომ მე ნელა დავიგე ისტორია ალბათ დონარას გარშემო. ავიღე ის თულები რომელიც ქონდა და აი აბსოლუტურად ერთგვარი ძალიან დიდი სიმპათია ალბათ ის პერ მეორე მხრივ მართლა ძალიან საინტერესო ისტორია ეს არ არის უბრალოდ ისტორია ადამიანზე რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და კარგი საქმის გაკეთება გვინდა თუ რაღაცა არა ეს არის ემიგრაციის ისტორიის ერთ-ერთი ნაწილი რომელიც მე ესე უკვე ყოველ შემთხვევაში აფინავს ლიდია არის პირდაპირ გამიჩენილი ვთქვა რომ არის ამ პროდიუსერი იდეის ავტორი და გარკვეულზე ხო მე მორაბელიცებს გადავხადო ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ აი ამ თანადგომისთვის დაწყებული აი პირველი კადრის გადაღებია დამთავრებული აი ჩემ ჩამოსვლამდე და შემოანა ფილმი დამონტაჟდა და გამზადდა მაყურებელთა სანახავად. ახლა მთავარი იყო პრემიერის დღე ჩანიშნულიყო. ქართველი ემიგრანტების იმედმა და ფილმის მთავარმა პროდიუსერმა ქალბატონმა ლიგია მუშკუდიანმა ფილმის ჩვენების დღედ 23 ნოემბერი გიორგობა აირჩია. ამ დღეს ის იუბილარი გახლდათ და საკუთარ თავს და საუკეთესო მეგობარს დონას სიურპრიზი მოუწყო. მე უფლება არ მაქვს დიდი მადლობა არ გადაუხადო პირველ რიგში რა თქმა უნდა ბატონ ბესო სოლომონაშვილს რომელიც მენდო დიდი მადლობა არ გადაუხადო ყველა იმ ქართველ ემიგრანტს რომელიც გვერდში დამიდგა მადლობა არ გადაუხადო ქალბატონ ხატია ქარსაულიძეს რომელმაც უანგაროდ დაგვითმო დარბაზი ბატონ ნაკოშელიას კიდევ ეხი თითოეულ ემიგრანტს რომელმაც თუნდაც $10 გაიღო ამ ფილმის გადაღებისთვის და ბოლოს ჩემს მეგობრებს გადაცემა მონატრების ფერების შემოქმედებით ჯგუფს ბატონ დავით და გიორგი ორაგველიძეებს რომ არა ეს ბიჭები რა თქმა უნდა მე ვერაფერს ვერ გავაკეთებდი რომ არა თქვენ ჩემო ქართველ მიგრანტებო ჩვენ ვერ გავაკეთებდით ამ ფილმს და ვერ გავახარებდით ქალბატონ დონარას რომელიც ყოველთვის ცდილობს გაგვახაროს ჩვენ თავისი დანადგომით, თავისი სიკეთით, თავისი სიყვარულით და არ ვიცი რამდენად გამოგვივიდა ეს, მაგრამ ვფიქრობ რომ გამოგვივიდა, იმიტომ რომ კმაყოფილი ვარ ცოყლანი და კიდევ ძალიან დიდი მადლობა. პრემიერის დღე 23 ნოემბერია. ახლა მთავარი იყო დარბაზი, სადაც დონაზე გადაღებული ფილმის ჩვენება მოხდებოდა. ქალბატონმა ლიგია მუშკუდიანმა ზარი ბერძნულ ქართულ კულტურულ ასოციაციაში განახორციელა, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ქალბატონი ხატია ქარსაულიძე და მისგან უპირობო თანხმობა მიიღო, რომ დონას შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება მომხდარიყო. გადაცემა მონატრების ფერების და ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისგან უღრმესი მადლობა ბერძნულ ქართულ კულტურულ ასოციაციას და მის ხელმძღვანელს ქალბატონ ხატია ქარსაულიძეს. დადგა ნანატრი 23 ნოემბერი და თბილისიდან აფრინდა რეისი ათენის მიმართულებით. ფილმის რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი, დონას ქალიშვილი დარია და გადაცემა მონატრების ფერების გადამღები ჯგუფი ჩვენს ქართველ ემიგრანტებთან შესახვედრად ვემზადებით. დაიწყო ფილმის ჩვენება და თითოეული ქართველი ემიგრანტი სიხარულით მოდიოდა და ელოდა ფილმის დაწყებას. ელჩი კეთილი ასე უწოდა რეჟისორმა ბესო სოლომანაშვილმა დონარა ობოლაშვილზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს. ფილმმა აპლოდისმენტები დაიმსახურა და აშლაგით ჩაიარა ჩვენება.
დღეს ვიხილეთ არაჩვეულებრივი ფილმი ელჩი სიკეთისა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტის ავტორს, სულის ჩამდგმელს ქალბატონ ლეგია მოშკუდიანს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ფილმის რეჟისორს ბატონ ბესო სოლომონაშვილს და რა საკვირველია თავად ამ ფილმის მთავარ გმირს ქალბატონ დონარას, რომელიც ნამდვილად არის სიკეთის ელჩი და რომ არა ის არაჩვეულებრივი ფილმი მემატიანე არ შეიქმნებოდა. ნამდვილად მივესალმები ამ პროექტს, ნამდვილად არაჩვეულებრივი იდეა იყო, ნამდვილად ყურადსაღები იდეა იყო, რამდენადაც ეს არის რეალური ისტორია ერთი ადამიანისა, რომელიც თავადაც ემიგრანტი, ყველა ემიგრანტის მიმართ ატარებს საკმაოდ ესეც ასრიან გზავნილს იმისა, რომ ემიგრანტობა რთულია, რასაკვირველია და ის კიდევ უფრო რთულდება თუ ჩვენ ერთმანეთს გვერდით არ დაუდგებით და ერთმანეთს არ შევუსულქებთ იმ მძიმე ტვირთს, რასაც ემიგრანტის ტვირთი ქვია. არ გამოგლეოდეს ემიგრანტთა რიგებს შორის ისეთი სიკეთის ელჩები, როგორც ჩვენი ქალბატონი დონარა. კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩვენი ემიგრანტული ცხოვრების ისტორიიდან. ამ დღეს ჩატარდა ქალბატონი დონარას დოკუმენტალური ფილმის პრეზენტაცია. ამ ფილმიდან კიდევ და კიდევ დავწმოდით თუ რამდენად კეთილშობილი, რამდენად საყვარელი და სიყვარულის და სიკეთის გამცემი ადამიანი არის ქალბატონი დონარა. მისი მეგობრები, მისი ნათესავები, მისი ახლობლები, ვინც კი იცნობდა თვითონ გაჭირვებული სხვებს გზას უკაფავდა და ყველანაირად გვერდში ედგა, ყველანაირად ეხმარებოდა. ისე რომ არ ყოფილა გასაკვირი ემიგრანტობის პერიოდში თუ გადასახლებაში რომ ერთ ბედქვეშა ვართ ლაბავ მე და შენ, სულ ყველა ერთ ბედქვეშ რომ ვარ და ხალხს დახმარებას უწევს აქაურ ემიგრანტებს, ეს ჩვევა გქონია, სულში გქონია, თან დაყოლილი სიკეთის გამცემი ყოფილა. სულ დალოცვილი იყავით და თქვენი ეს ყველანაირი სიკეთე სულ უკან დაგბრუნებოდეთ. სულ ჯანმრთელად იყავით მთელი ცხოვრების მანძილზე, იხარეთ და იბედნიერად თქვენ საყვარელ ხალხთან ერთად. 23 ნოემბერს საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები დავესწარით განსხვავებული ფორმატის ღონისძიებას. ნახეთ დოკუმენტური ფილმი ელჩი კეთილი, რომელიც ეძღვნება ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს დონარა ოპოლაშვილს. მინდა გითხრათ, რომ აღფრთოვანებული ვარ, ემოციებს ვერ ვიკავებდი, თვალები ცრემლებით მქონდა სავსე. მინდა გადაუხადო მადლობა იდეის ავტორს და პროდიუსერს ლიგია მოშკუდიანს, რეჟისორს ბესო სოლომონაშვილს, მთელ შემოქმედებით კოლექტივს და გადამღებ ჯგუფს ასეთი არაჩვეულებრივი თემის გაშვიქებისათვის. დღევანდელ ეპოქაში, რაც დრო გადის თანდათანობით და უფრო სამწუხაროდ ცივდება ადამიანური ურთიერთობები. ამ სიტუაციაში, როდესაც აღმოაჩენს შენს გარშემო პიროვნებას, ვინც ანთებული ჩირაღდანით, მანათობელი ციცინათელესებით მოგევლინება, ზრუნავს მოყვასზე, თავისი რთული მდგომარეობის მიუხედავად, აკეთებს უამრავ სიკეთეს, ჩუმად, უხმაუროდ, თამდაბლობით, ნამდვილად განსაკუთრებულად დასაფასებელია. მინდა ქალბატონ დონარას ყოველივე საუკეთესო უსურვო ცხოვრებაში ჯანმრთელობა, ტანმრთელობა, ბედნიერი დამდეგი, ახალი წელი და დიდხანს მრავალჟამიერ გაგვილამაზოს ცხოვრება. ძალიან მომეწონა ფილმი და არ შემიძლია ჩემი ემოციები არ გადმოგცეთ. ჩვენ ფილმმა მოგვითხოვრო დონარას ცხოვრების ეპიზოდებზე იქ საქართველოში და კიდევ დღეს თუ როგორ აგრძელებს ის ემიგრაციაში თავის ყოველდღიურობას. დონარა დააბიჯებს ათენის ქუჩებში
სიკეთით და სიყვარულით სავსე. ის ძალიან ჩუმად აკეთებს სიკეთეს. ასე რომ არ ყვირის და არც ხმაურობს. მე პირადად ძალიან მომეწონა ეს ფილმი. ბევრი რამ არ ვიცოდით დონარას შესახებ, თვითონ დონარა მოვიყვა და სხვათა შორის მისი საუბარი იყო იუმორით გაჯერებული. უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ბესოს ასეთი ლამაზი ფილმის შექმნისთვის, იდეის ავტორს ქალბატონ ლეგია მოშკოდიანს და საუკეთესო ძმებს, სამაგალითო ძმებს დავით და გიორგი ორაგველიძეებს. მადლობას ვეთქვი კიდევ იმ ადამიანებს, იმ ემიგრანტებს, რომლებმაც გარკვეული წელი შეიტანეს აი ამ ფილმის შექმნისთვის. ჯანის სიმთელეს გისურვებ დონი, სულიერ სიმშვიდეს და სიხარულის და სიყვარულის ზეიმს შენს გარშემო. გვიყვარხარ ემიგრანტებს. დონა რაღაც სხვანაირი, რაღაც ზებუნებრივი ნიჭითაა დაჯილდოვებული. ესეთი ადამიანები ცოტა იშვიათობაა დღევანდელ დღეში, დღევანდელ ცხოვრებაში. ეს ცოტა რთულია იყო ადამიანი ესეთი შემართების, ესეთი ძალის, აი როგორ თქვა, ესეთი ენერგეტიკის, ესეთი სიცოცხლით სავსე მიუხედავად ამისა, რომ რაც დონამ გაიარა. დონას ძალიან მძიმე დღეები აქვს გავლილი, ძალიან ბევრი ტკივილი გადალახა მის ავადმყოფობასთან დაკავშირებით. ბევრი ტანჯვა რომ იტყვიან, რა თქმა უნდა მასთან ერთად ჩვენს ვლახავდით მისი მეგობრები. ერთად ვიბრძოდით, მაგრამ ის თავად ჩვენ გვაძლევდა მის დადებით ენერგიას, თავად ის გვაძლევდა იმ ძალას, რომ მასთან ერთად გვებრძოლა ჩვენ ისეთი ძლიერები, მე პირადად ისეთი ძლიერი ნამდვილად არ მგონია თავი ის, რაც დონას ძლიერი აქვს. ეს რაც პირადად დონას შინაგან ბუნებას შეეხება, შევეცადეს სულ რაღაც ორიოდე სიტყვით ამახასიათებინა. ჩემი დონიკო, მინდა ორი სიტყვით გითხრა ჩემო საყვარელო. მიყვარხარ ულზომოდ და მიამარები. მიხარია რომ შენ ჩვენს გვერდით ხარ, გვაძლევ შენს დადებით სტიმულს, შენს შემართებას, გვილამაზებ ცხოვრებას და როგორც დღეს სიკეთეს, ბევრ სიკეთეს აკეთებ ჩემო ლამაზო და მუდამ ქონოდეს ამის ძალღონე, რომ ესე ლამაზად იბრძოლო სიცოცხლის უკანასკნელ წოთებამდე. ასეთი ლამაზი ყავდე მუდამ გვერდით. ვიმყოფებოდი ქალბატონი დონა რაუბოლაშვილის ფილმის პრეზენტაციაზე, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ფილმის ორგანიზატორს ქალბატონ ლიგია მოსკოდიანს. კვირას 23 ნოემბერს ბერძნულ ქართულ ასოციაციაში მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება. გაიმართა პრეზენტაცია. ფილმი ეხებოდა ჩვენს მეგობარ დონარა ობოლაშვილს. მიუხედავად იმისა, რომ მე და ქალბატონი დორა ვართ ახლო მეგობრები, ჩემთვისაც აღმოჩენა იყო ფილმში იმ ნიუანსების მიგნება, რომელიც დაგვანახა რეჟისორმა ბატონმა ბესო სოლომონაშვილმა. მან გვაჩვენა, რომ ქალბატონი დორას სიკეთე არ არის მისი ხასიათის
ერთ-ერთი შტრიხი, არამედ ის არის მისი მდგომარეობა. ისტორია ქალზე, რომლის შუქსაც ავადმყოფობამ ვერაფერი ვერ დააკლო. ასევე მომეწონა მისი ამწვანებული მშობლიური დაბაწნორის ხილვა, მისი ნათესავების, ბავშვობის, მეგობრების, მასწავლებლების შემონახული ფაქიზად ეს თითეული ისტორია, რომლებიც მათ გადმოგცეს მეტად კახურის იდინჯით. მინდა დიდი უღრმესი მადლობა გადაუხადო ბატონ ბესო სოლომონაშვილს, პროდიუსერ ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს, ძმებს დავით და გიორგი ორაგველიძეებს, ისტორია ქალზე, რომელიც მართლა მის ენერგიას, მის ქველმოქმედებას საზღვრები არ აქვს. გავა დრო და ეს რეალური კინომასალა ბევრ ჩვენთაგანს დააფიქრებს, რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი სიკეთე ვაკეთოთ ცხოვრებაში. 23 ნოემბერს ათენში გაიმართა ჩვენება დოკუმენტური ფილმისა ელჩი კეთილი, რომელიც ეძღვნებოდა ქართველ ემიგრანტ ქალბატონს დონარა ობოლაშვილს. ქალბატონი დონარა ათენის ემიგრაციისთვის ცნობილია თავისი კეთილშობილებით, ქველმოქმედებით, თანამემამულეთა მიმართ ყურადღებითა და თანადგომით, მაგრამ ამ ფილმში აღწერილი იყო მთლიანად ქალბატონი დონარას ცხოვრება ბავშვობიდან, ახალგაზრდობიდან და დღემდე და რა თქმა უნდა ჩვენთვის ესეც ძალიან საინტერესო იყო. ფილმის ყოველი ეპიზოდი იყო ძალიან საინტერესო, ქალბატონი დონარას განვლილი გზა, განსაკუთრებით რა თქმა უნდა საქართველოში გადაღებული ეპიზოდები, ის სითბო, სიყვარული, რომელსაც იქაური მეზობლები, მეგობრები გადმოსცემდნენ და გვიყვებოდნენ ქალბატონი დონარას ბავშვობაზე თუ ახალგაზრდობაზე თუ ოჯახზე და ასე შემდეგ. ყოველი წუთი ამ ფილმისა, ყოველი წამი იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. თვითონ ფილმის მნიშვნელობაც რა თქმა უნდა დიდია ასეთი დოკუმენტური ფილმისა, იმიტომ რომ ჩვენთვის და საერთოდ ათენში ბევრისთვის ცნობილია ქალბატონი დონარას კეთილშობილება და მისი ქველმოქმედება და მისი მოღვაწეობა აქ ათენში, მაგრამ საჭირო და აუცილებელია რომ ეს ფართო მასებისთვისაც იყოს ცნობილი და იყოს მაგალითი ყველა ქართველისთვის, არა მხოლოდ ემიგრანტისთვის, არამედ ყველა ქართველისთვის, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი, როგორ თესავდეს სიკეთეს, როგორ იყოს თანადგომი მისი თანამემამულე ადამიანების. და ეს ფილმი სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს და რა თქმა უნდა დარჩება ისტორიას და დარჩება ქალბატონი დონარას შთამომავლობას და მათთვისაც იქნება რა თქმა უნდა მაგალითი და ცხოვრების წესად იმედია და აუცილებლად აქცევენ ცხოვრების წესად იმ ცხოვრების წესს, რა ცხოვრების წესითაც ქალბატონი დონარა ცხოვრობს აქ ემიგრაციაში და როგორც იმ ფილმიდან ჩანდა მთელი ცხოვრება ასე უღია და ასე მოვიდა აქამდე. დიდი მადლობა ამ ფილმის რეჟისორს ბატონ ბესო სოლომონაშვილს, დიდი მადლობა ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს, მონატრების ფერების შემოქმედებით ჯგუფს დავით და გიორგი ორაგველიძეებს და ყველა ადამიანს, ვინც ამ ფილმის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. Καλησπέρα και από μένα. Να πω και εγώ λοιπόν με τη σειρά μου 5 πράγματα. Αν και τέλος πάντων δεν θα μας φτάσει μια ολόκληρη μέρα να μιλάμε για αυτή την υπέροχη γυναίκα, την κυρία Ντόρα, την Ντόρα της καρδιάς μας. Καταρχήν συγχαρητήρια στους συντελεστές αυτού του υπέροχου ντοκιμαντέρ που φτιάξατε και οργανώσατε. Συγχαρητήρια και στη Λυγεία που τα κανόνισε και τα οργάνωσε όλα τόσο καλά. Ήμουνα παρόν προχτές στην παρουσίαση του ντοκιμαντέρ. Μπορεί να μην κατάλαβα με κάθε λεπτομέρεια τέλος πάντων όλα αυτά που συζητιόντουσαν, αλλά είχα τη γυναίκα μου, δόξα τω Θεώ, δίπλα, η οποία είναι Γεωργιανή και μου μετέφραζε. Φοβερό το αφιέρωμα και λίγα πράγματα υποθήκανε για την Ντόρα τη φίλη μας.
Εγώ την γνώρισα πριν 3-4 χρόνια περίπου. Την έβαλα κατευθείαν μες στην καρδιά μου, νομίζω και εκείνη, μ' αγάπησε και με συμπαθεί πάρα πολύ. Μας ένωσε όσο να είναι και οι εμπειρίες μας από τον Πειραιά, γιατί εγώ είμαι Πειριώτης, δεν είμαι Αθηναίος. Και επειδή και η Ντόρα όταν πρώτο ήρθε στην Ελλάδα, οι πρώτες της δουλειές ήταν στον Πειραιά, αγάπησε και εκείνη τον Πειραιά και τη θάλασσα. Μάλιστα της έχω υποσχεθεί και μια μπλούζα του Ολυμπιακού, της ομάδας της πόλης μας εδώ του Πειραιά, καθότι είναι ποδοσφαιρόφιλη και φοράει συνέχεια αθλητικές φόρμες τέλος πάντων και είναι με τον αθλητισμό, τέλος πάντων λάτρης του αθλητισμού. Μπράβο σου Ντόρα μου, συνέχισε πάντα έτσι, να αγαπάς όλο τον κόσμο, να βοηθάς όσο μπορείς, να κάνεις περήφανη τη χώρα σου, σαν Καρτβέλο και το χωριό σου το Καχέτη, με τα υπέροχα κρασιά και τα υπέροχα φαγητά εκεί που τρώτε και πίνετε, από ό,τι έχω μάθει. Δεν το έχω επισκεφτεί, αλλά με την πρώτη ευκαιρία θα το επισκεφτώ και το Καχέτη. Συνέχισε λοιπόν να είσαι αυτή που είσαι, να έχεις την υγειά σου πάνω απ' όλα. Και ένα άλλο επίσης φοβερό που με χαροποίησε είναι ότι έκοψες και το τσιγάρο. Αυτό πίστεψέ με θα σου δώσει περισσότερα χρόνια ζωής και περισσότερα χρόνια φιλίας και αγάπης σε εμάς και να είμαστε όλοι μαζί και να τρώμε και να πίνουμε και να ξεφαντώνουμε και να χορεύουμε όπως μόνο εσύ ξέρεις και ο κύκλος γύρω σου. Σε αγαπάμε πολύ, θα είμαστε πάντα δίπλα σου όπως και εσύ είσαι πάντα δίπλα μας ό,τι χρειαστήκαμε και όπου τέλος πάντων χρειάστηκε να μας βοηθήσεις. Πίνω και ένα κρασί γεωργιανό στην υγειά σου. Δεν ξέρω πολλά γεωργιανά, αυτά που ξέρω όμως θα στα πω και ξέρεις ότι είναι μέσα από την καρδιά μου. Μίγβαρ χαρ, σεν χαρ τσέμι μπεντνιέρεμπα, τσεμιγκούλι και γκακότσε μπέρι μπέρι σενιόρα ομπολασβίλη. მოგესალმებით ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო. მინდა პირველ რიგში მადლობა გადაუხადო ქალბატონ ლიგიას. რომ არა ლიგია, ნამდვილად არ გვექნებოდა ეს ულამაზესი სანახაობა, საღამო და განწყობა. მადლობა ჩვენს რეჟისორს, ბატონ ბესოს, მადლობა გადამღებ ჯგუფს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ სიყვარულის ჩუქებისათვის. საოცარი იყო. არ ვიცი, რატომღაც ადამიანად ვიგრძენი თავი, რომ ჯემი დორას ესეთი დიდი გულხვავის სიყვარული დაინახა სულ რა თქმა უნდა ჯერა და გვწამს. გაცნობის დღიდანვე ეს იყო ადამიანი ღვთის საჩუქარი. ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ყველასათვის ღვთის საჩუქარია. მოდი გავლამაზოთ ესე ჩვენ ერთმანეთს დღეები, ვაჩუქოთ დაუიწყარი საღამოები. მე მადლობა და მადლობა კიდევ. კოცნით და გეხუტებით იმედია, კიდევ და კიდევ გაგრძელდება ესეთი დიდი სიყვარული. კოცნით და კოცნით და კოცნით. მადლობა ქალბატონ ლიგიას ასეთი ლამაზი საღამოსთვის. მადლობა რეჟისორს და გადამღებ ჯგუფს. დორა არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეგობარი, ეს მართალია. ერთ სერიაში არ ჩაეტევა ეს ყველაფერი, ასე რომ ბატონ ბესოს სერიალის გადაღება მოგიწევთ ისევ. მე ჩემი სიტუაციიდან ვერ მოვედი, მაგრამ დეტალურად ვიცი თქვენი გაწეული შრომის ფასი და პირადად გიხდით მადლობას. დორაზე საუბარი მთელი ცხოვრება არ მომწყინდება. ის არაერთია და განუმეორებელი არის. მიყვარხარ ძალიან ყველანი. მიყვარხარ დორა ძალიან და მიყვარს ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ხელაშრომა გაღწია. მადლობა ყველაფერთვის ქალბატონ ლიდიას.
ფილმის დასასრულს ათენში მოღვაწე ქართველ ემიგრანტთა გოგონათა გუნდმა საპოვნელამ, რომელშიც თავად ფილმის მთავარი გმირი დონა მონაწილეობდა, სიმღერები აჩუქეს ქართველ ემიგრანტებს. საპოვნელას ხელმძღვანელობს უნიჭიერესი ქალბატონი ქეთი ძაძამია.
ფილმის დასასრულს ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მადლობა მინდა გადამიხადოთ ქართველური რადიო ქართლა ჩვენი იმედი და ჩვენც მცირედი რაღაც გავაკეთეთ გადაცემა მონაწილეების პირების საერთოდ. პირველ რიგში მინდა დავაჯილდოვო ქალბატონი ლიგია, რომელიც არის ემიგრანტების იმედია და ასევე ჩვენი მედიის წარმომადგენლების იმედი ბიბლიოთეკაში. აი ასეთი ნიამბოლის ვიდეო. შემდგომ მადლობა მინდა გადავუხადოთ ქალბატონ ხატია ხარსაულიძეს, რომელმაც ნახეთ აქ ერთადერთი მოგეძებდი რა გამეკეთებინა ქალბატონ ხატიასთვის, მისი ეს ერთი ძალიან დაბალი ფრაზა გამოვიდა. დღეს ჩვენი ერი ყველაზე მნიშვნელოვან საჯვარეზე დგას. ყველა ქართველმა საზღვარგარეთ, ყველა მოქალაქე უნდა აღიაროს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ვასწავლოთ ჩვენ მომავალ თაობას მშობლიური ენა და ამერწმუნეთ მშობელი თავის შვილს ამაზე დიდ განს ვერ დაუყენს. ეს სიტყვები ერთის ქართველებს არ უნდა სახელობრივი ვიდეო, რომელიც საფრთხეებს დაიჭერს. და მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბესო სოლომონაძის საუკეთესო ფილმს. გავაკეთე და აი ესეთი ყველა ქართველი გრაცობი. და თავარი მინდა დღევანდელი ჩვენი ფილმი ქალბატონ რეგიონას განაცხადი მონაწილეების ფერება დავაჯილდო ნომინაციაში მიასწრა. მოსიარულეს იქით. თავად გავხსნი რა საინტერესოა კახელი ხალისთვის მეტი რა უნდა ჩამოგვიტანა საქართველოდან თუ არა აი ნახე და ხშირად აი ამის დავეთხოვეთ გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ახლობლებო. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი დაფასებისათვის, სიყვარულისათვის, პატივისცემისათვის, მოსვლისთვის და ჩემს გვერდში დგომისათვის. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო პროდიუსერს ქალბატონს ლიგია მუშკუდიანს და რეჟისორ ბესო სოლომონაშვილს ამ არაჩვეულებრივი ფილმის მონტაჟისა და გაშვებისათვის. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო დავით და გიორგი ორაგველიძეებს, მათ შემოქმედებულ ჯგუფს, გვერდში დგომისათვის, ყურადღებისათვისა და ყველაფერი საუკეთესო მინდა უსურვო ყველას ამ ჩვენი გადაცემის მონაწილეებს, მაყურებლებს, მსმენელებს და გვერდში მდგომს. ყველას დიდი მადლობა, უფალმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და ყოველთვის ერთმანეთის გვერდში ვიყოთ. პრემიერის დასრულების შემდგომ მოწვეულმა სტუმრებმა რესტორან იმერეთში გადაინაცვლეს, სადაც აღინიშნა ქალბატონი ლიგია მუშკუდიანის დაბადების დღე და ფილმის პრემიერა.
ქართველი ემიგრანტებისთვის ერთი დღეც დასრულდა. ისინი ჩვეულ რუტინას დაუბრუნდნენ და ჩაებრნენ ემიგრანტულ ცხოვრებაში, რომელიც ვინ მოსთulis რამდენ წელს ითვლის, რომელსაც დასასრული ჯერ არ უჩანს. ყველას ერთი სურვილი აქვს, რომ რაც შეიძლება მალე მოაგვაროს პრობლემა, რომელმაც უცხოეთის ცის ქვეშ გახიზნა და დაუბრუნდეს მშობლიურ ფესვებს, მშობლიურ საქართველოს. დღევანდელი გადაცემა დასრულდა. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მთავარ პროდიუსერს ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს, რომელიც ზრუნავს, რომ თითოეული ქართველი ემიგრანტის ხმა ისმოდეს ჩვენს ეთერში. დიდი მადლობა ჩვენს ოპერატორს გიორგი ორაგველიძეს, რომელსაც ეკუთვნის თითოეული საუკეთესო კადრი და თითოეული ჩვენი რესპონდენტის საუკეთესოდ წარმოჩინება. შემოგვიერთით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოყვებით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი. გააქტიურეთ ძალისხილვა კი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. მონატრების ფერების ხილვა შეგიძლიათ TikTok პლატფორმაზე და My Video-ზე. ჩვენი გადამღებით ჯგუფის მოგზაურობას მსოფლიოს მიმართულებით უზრუნველყოფს ჩვენივე ტურისტული კომპანია დაგითრეველი. მე გემშვიდობებით რამდენიმე დღით, რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები.